ტელეკომპანია იბერიასა და თამარ ურუშაძის დოკუმენტური ფილმი ემიგრანტი. სუთქვის საშუალება არა გაქვს. 13 საათი დამალული. ამის გვერდით მე რო ვარ, რაკეტი კარებში მძინავს. რა პრობლემები აქვს ჩვენს ათასობით ემიგრანტს? ადამიანები, რომლებიც ოჯახებს და სამშობლოს არიან მოწყვეტილები, აქცევენ თუ არა მათ სათანადო ყურადღებას ჩვენი დიპლომატიური მისიები. ჩვენი მთავრობა, რომ არაფრით არ არის დაინტერესებული ქართველებზე. საერთოდ საერთოდ საკითხებს. გაბრუნების მოლოდინში მყოფი ადამიანები, რა აქვთ სათქმელი ჩვენს ემიგრანტებს? თვითონ ფიქრობდი წამოსვლას, მაგრამ მაქედან მერწმუნედ გაცილებით სხვაგვარად ჩანს აქაური ყოფა. ცნობილი ტელეწამყვანი ქეთი მითაიშვილი, რომელიც ეკრანს იძულებით ჩამოშორდა და წლებია ემიგრაციაშია, დღეს თავის სათქმელს იბერიას ეთერში იტყვის. პირდაპირ ჩართვები ამერიკიდან, საბერძნეთიდან, თვითმფრინავის საბადულში გარდაცვლილი ახალგაზრდა ემიგრანტის მამა კუკური აბულაძე, ასევე დაბრუნებული ემიგრანტები, დღეს პრიორიტეტში ნუკი ცნობილაძე, მზია ბახსოლიანი, ლიანა არჩაია, ლუცა ციკლაური, სოფო ბასილაშვილი, ფილმის ავტორი და რეჟისორი თამარ ურუშაძე. ხელისუფლების სახელით დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი. დაელოდეთ 8 საათს. 8 საათი პრიორიტეტის დროა. თქვენ უყურებთ პრიორიტეტს, მე გიორგი გასვიანი ვარ საღამო მშვიდობისა. საქართველომ უკვე ევროპასთან ვიზა ლიბერალიზაცია მიიღო, რომელიც წარმატებით ამოქმედდა, თუმცა ევროპაში წამსვლელთა ძირითად მიზანს ახლა საკუთარი ემიგრანტი ოჯახის წევრების მონახულება წარმოადგენს, ხშირ შემთხვევაში, რომლებიც საზღვარგარეთ ვალებით წავიდნენ სამუშაოდ. ბევრი მათგანი არალეგალურად საკუთარი ოჯახების გადასარჩენად ისინი სიცოცხლის რისკის ფასად ტოვებდნენ ქვეყნის საზღვრებს. არის შემთხვევები, როდესაც გზაში იღუპებოდნენ. ბევრი საზღვარგარეთ წასული ადამიანი უცხოობაში გარდაიცვალა. ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემაა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და მათი ძირითადი პრობლემები, რომელშიც მხარდაჭერას მათი თქმით სახელმწიფო და საელჩოები არ უჭერენ. რამდენიმე დღის წინ იბერიაზე მაყურებელმა იხილა ფილმი ემიგრანტი, რომლის ავტორი და რეჟისორი ახალი ამბების წამყვანი თამარ ურუშაძეა. ფილმში საუბარია პრობლემურ საკითხებზე, რომელიც ემიგრაციაში მყოფმა მოქალაქეებმა წამოჭრეს და პასუხს მოითხოვდნენ მთავრობისგან, საელჩოებისგან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები ფილმის ავტორი, ჟურნალისტი თამარ ურუშაძე, ხელისუფლების პოზიციით ჩაგვერთვება გადაცემის მეორე ნაწილში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე ემიგრანტები ჩართვებით სხვადასხვა ქვეყნებიდან. გადაცემას კი თამარ ურუშაძე გახსნის. მოგესალმებით თამარ, მადლობა რომ მონაწილეობ გადაცემაში. მადლობა რომ ამ საკითხს დაუთმეთ დრო. მე მინდა პირველი შეკითხვა ასეთი დააგისვა. შენ იმყოფებოდი საბერძნეთში, პირადად, სადაც საკუთარი თვალით იხილე ის, რაზეც შემდეგ შექმენი ფილმი. და ალბათ იმაზე მეტიც იხილე, ვიდრე ეს თქვათ ფილმში არის ასახული. უფრო კონკრეტულად შეგიძლია გითხრა, რა პრობლემებს წააწყდი, რა მდგომარეობაში არიან ჩვენი ემიგრანტები კონკრეტულად საბერძნეთში? მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე ემოციის გარეშე საუბარი, არ მინდა რომ რაღაცა პათეტიკურად გამომივიდეს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ აღტაცებული და გაუგნებული ვარ ამ ადამიანების სიმტკიცით და იმ სიძლიერით თუ რა ძალითაც ისინი ცხოვრობენ და თავს ართმევენ იმ პრობლემებს, რომლებშიც მათ უწევთ ყოველდღიურად ცხოვრება. როცა ჩვენ წავედით საბერძნეთში, წინასწარ რა თქმა უნდა გვქონდა სცენარი შემუშავებული, თუმცა ის რეალობა, რომელიც ადგილზე დაგხვდა და ის პრობლემები აღმოჩნდა, იმაზე გაცილებით უფრო მწვავე, ვიდრე წარმოგვედგინა. იმიტომ რომ ეს შორიდან რაღაცა სხვანაირად ჩანს ეს ყველაფერი და უფრო თითქოს მსუბუქად ჩანს. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ამ ადამიანებს. ვითარება არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე ჩვენ აქედან ამას ვხედავთ. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ამაზე ალბათ თვითონ ისინიც ისაუბრებენ. თუმცა იქიდან დაწყებული, რომ ისინი მოშორებულები არიან საკუთარ ოჯახის წევრებს და წყლობით არ უნახავთ შვილები, დედები, მამები, ქმრები. ამას ემატება ისიც, რომ მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ხშირია შემთხვევები, როცა მაგალითად ჩემი რესპონდენტები საუბრობდნენ ფილმში, რომ მათ საკვებიც კი არ აქვთ, მათ ზოგ შემთხვევაში არაადამიანურად ექცევიან, ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და ბევრი სხვა სირთულე ახლავს. მე ვიცი რომ სუიციდი დაასრულა ერთ-ერთმა ქალბატონმა, მაგალითად სიცოცხლე, ანუ ხშირია ასეთი შემთხვევები. ემიგრანტები საუბრობენ, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. ბოლო ფაქტს თუ გავიხსენებთ, რომელზეც ქვემოთ ალბათ კიდევ ვისაუბრებთ, რამდენიმე დღის წინ დაიღუპა საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელიც ოჯახში მსახურობდა და აღდგომის ღამეს მან საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა იმ ოჯახის
წევრების სიცოცხლე, სადაც ის მომლელად იყო ერთი მამაკაცი. ანუ გადარჩენას ცდილობდა და თავად შეწირა საკუთარი სიცოცხლის, სხვისი სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენი ემიგრანტები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია, თუმცა უმეტესი რაოდენობა არ ხმაურდება და იმალება, ასეთი არის მათი ინფორმაცია. მე მაინტერესებს შენს ფილმში ძალიან ბევრი ემიგრანტი საუბრობდა, რომ მათ აქვთ პრობლემები საელჩოსთან, კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რომ მათ პრობლემებს საერთოდ რეაგირებას არავინ არ უკეთებს. რატომ ხდება ეს? შენ ორივე მხარეს მოусმინე როგორც ემიგრანტებს, ასევე საელჩოს თვითონ ელჩს ესაუბრე. და როგორც ჟურნალისტმა რა დასკვნა გამოიტანე, ანუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანებს იგივე დაწყებული ბიუროკრატიული პრობლემებიდან დამთავრებული თუნდაც გვამის გადმოსვენების საკითხებზეც კი არ გვაქცევენ ყურადღებას, რომ შენს ფილმში იყო საუბარი. ანუ რა პასუხი მიიღეს? მე გამიჭირდება კონკრეტულ დასკვნების გაკეთება, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თავ შევიკავებ ყოველგვარი შეფასებებიდან, მე ჟურნალისტი ვარ, შემიძლია მხოლოდ ფაქტებზე ვისაუბრო. თუმცა პასუხი რა მიიღე იგივე ელჩისგან, ხაზი, რაც გასდევს ამ ადამიანების მოთხოვნებს, არის ის, რომ უმეტესობას უნდა დაბრუნება, უმეტესობა თვლის, რომ ის ელემენტარული პირობები, რომლებიც მათ იქ აქვთ, აქ რომ არსებობდეს, მათი დიდი ნაწილი დაბრუნდებოდა. ეს არის სამუშაო ადგილები, ეს არის ეკონომიკური პრობლემების მინიმუმამდე მაინც დაყვანა და რაღაცნაირად მოგვარება. მე მოусმინე ბუნებრივია ორივე მხარეს, საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს, ემიგრანტების დიდ ნაწილს აქვს პრეტენზიები როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე საელჩოსთან. მოვისმინე ასევე ელჩის პასუხიც, რომელიც ამბობს, რომ წვდომა ყველა მოქალაქესთან მას ვერ ექნება და ამის მიზად ის გარკვეულ საკითხებს ასახელებს. ბატონ ნანობაშვილს დღეს ჩვენ დაუკავშირდით, მთელი დღის მანძილზე ურეკავდით, თუმცა ის ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ეს არის საქართველოს ელჩი საბერძნეთში, მაყურებლის გასაგონად და უფრო გასაგებად, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, მოდი ის ნაწყვეტები მოვისმინოთ და ვნახოთ შენი ფილმიდან, რეჟისორს ვთხოვ რომ გაუშვას, სადაც სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ ემიგრანტები, ხოლო ელჩის პასუხსაც აქვე მოვისმენთ. ჩვენი მთავრობა, რომ არაფრით არ არის დაინტერესებული ქართველებზე, ხალხი აქ უსაბუთოები არიან და შვილები ყავთ იქ მიტოვებული და ვერ ჩადიან შვილები ნახონი. რა უნდა როგორ აქ ხო შეიძლება რაღაც შეკრულება დადოს აქ საბერძნეთის მთავრობასთან, რომ რაღაცა ქალს რომელსაც ეშინია კვირასაც რომ გამოვიდეს გარდა თავშვის რაღაცა გაუგზავნო. რომ სვეგანი მაღას. რომ მილიცია რამდენი ახალგაზრდა ბიჭები არიან გაუბედურებული, რომ ჩამოდიან საქართველოდან, ვერაფერს სამსახურს ვერ ნახულობენ და დადიან ქუჩაში, ყიდულობენ ამ ნარკოტიკს. იკეთებენ და მე რამდენი ყავთ ნახული მკვდრები და რამდენი გადასვენებები. ზოგი წარი. აი რატო საერთოდ სად არის ამ დროს? აი მაგას ვამბობთ, რატო? ორი წლის წინ ყავდა ორი შვილი. ერთი ყავდა 9 წლის ბავშვი და ერთი 2 წლის და 7 თვის. ალბათ 9 თვის განმავლობაში 50 ჯერ მიაკითხა საელჩოში, რომ თხოვდა რომ მოეცათ ბავშვის დაბადების მოწმობა ან პასპორტი, რომ ორ ბავშვს აქ ვერ უვლიდა და საქართველოში წაეყვანა. 5 თვის განმავლობაში ვერც პასპორტი აიღო, ვერც დროებით საფუთი აიღო, ელოდებოდა ყოველდღე, სანამ ბავშვი აიმნიდან არ გადმოვა. ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა. რო ვთხოვეთ საელჩოს, ჩვენ გადასვენებით არ გადაგვასვენებინა. ელემენტარული არ დაგვეხმარა. ელემენტარული აეროდრომამდე არ მიგვაყვაინა მიცვალებული. საერთოდ საელჩო რასაკეთებს? იმიტომ რომ მარტო პასპორტი გადავიხადო 125 euро და პასპორტი ავიღო. ვისთვის გინდა საქართველოს საელჩო საზღვარგარეთ? თუ არ დაუდგა გვერდში ქართველებს, აბსოლუტურად არაფერში. ხშირად არაობიექტური კრიტიკაციის მის ჩვენს მიმართ, თუ კი ჩვენ მოქალაქეებამდე რაღაცა ინფორმაციები არ აღწევს, ეს მე პირადად სუბიექტურად ვაბრალებ მათი მხრიდან პასიურობას. ომუნიას მოედანზე რასთან დაკავშირებით უნდა მივიდე? მე სისტემატურად იქ ვერ ვივლი, იმიტომ რომ ჩემი გრაფიკი სხვადასხვა ღონისძიებიდან შედგება. მე ვიყავი რამდენიმე კვირის წინ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ
ჩვენი კომუნიკაცია ქართულ დიასპორასთან უნდა ხდებოდეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების მეშვეობით. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ქართული დიასპორული ორგანიზაციები არ გამოხატავენ და ვერ გამოხატავენ მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის აზრს. საერთოდ სჭირდება შუამავალი მოქალაქეთან დიასპორული ორგანიზაციების საქმე. პირდაპირ კომუნიკაციის პრობლემა რაშია? ბუნებრივია ჩვენ წვდომა თითოეულ მოქალაქესთან ვერ გვექნება ჩვენი სამუშაოს სპეციფიკიდან და შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე. 5 დიპლომატი ჯამში კონსულისა და ვიცე-კონსულის ჩათვლით. ეს საერთოდ არ არის საკმარისი, როგორ წარმოგიდგენიათ, ორ ქვეყანას ვფარავთ ჩვენ, საბერძნეთსა და სერბეთს. ელჩის გარდა არის 2 დიპლომატი ამ სამ ქვეყანაზე პოლიტიკურ და სხვა ნაწილში, ხოლო საკონსულოში არის ათენში კონსული, ვიცე-კონსული და 3 ხელშეკრულებით მომუშავე. რატომ არ ხდება დამატება ეს საგარეო ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ მინისტრთანაც და მინისტრის მოადგილეებთანაც და ერთმანეთშიც, რა თქმა უნდა. ცით რა არის ესე იოლად არ ხდება ეს. ამას არის საკადრო პოლიტიკა, ჩვენი საკითხი დავაყენოთ. ეს იყო ნაწყვეტები ფილმიდან, თამარ ურუშაძის ფილმიდან ემიგრანტი. გადაცემის მსვლელობისას ჩვენ დაგვიკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ, საიდან შეგვატყობინეს, რომ კონკრეტულად იოსებ ნანობაშვილი, ელჩი საბერძნეთში, საქართველოს ელჩი, ამ დღეს იმყოფება მივლინებაში და სწორედ ამიტომ მან ვერ შეძლო ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენთან დაკონტაქტება და ჩვენ ზარებზე პასუხი. მე მინდა რომ კიდევ ერთი ემიგრანტი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩართვაზე გვყავს ჩვენ ახლა Skype-ით ხაზზე. ეს არის ნუკი ცნობილაძე, ათენიდან შემოგვიერთდეს. მოგესალმებით, ნუკი. მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. როგორ გესმით ჩემი ხმა? საგამომშვიდობისა სული ათეა საქართველოს. მესმით, თქვენ გესმით ჩემი? დიახ. ნუკი, თქვენ ფილმში პრობლემებზე ილაპარაკეთ. იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, ემიგრანტების მთავარი გასაჭირი, მთავარი სადგივარი, პირადად თქვენი პოზიცია და ასევე გარშემო მყოფების მდგომარეობა. უბრალოდ ერთი შეშალას გავაკეთებ. ნაწყვეტიდან ჩვენი დიპლომატის რომ წვდომა თვითონ ემიგრანტებთან ვერ გვექნება შეხვედრაო. მაპატიეთ და თვითონ საბერძნეთის მთავრობა სამთვეში ერთხელ აკეთებს ასეთ შეხვედრას თავის ხალხთან და როგორ ჩვენ ვინავართ ასეთი თავმოყარი ადამიანები, როგორ არ შეუძლია და სხვენია ჩვენთან შეხვედრის ეს ერთი. მეორედ, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა ხალხო. ახალგაზრდა ბიჭი აქ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რამხელა სახსრები გჭირდება თითოეულ ადამიანს, რომ აქედან გადაასვენო. რა სად უნდა მიაკითხო? იგივე ჩვენი ოჯახი უნდა იყოს, მე ესე ვფიქრობ საერთო ჩვენთვის, რომ ჩვენი გასაჭირი მან გულთან ახლო მიიტანოს. ჩვენ დახმარებას საკუთარი პულისის მათკარებზე არ ავდივართ და არ ვაკაკუნებთ. თუ ესეთი რამე, ესეთი დიდი პრობლემა არ გვექნება, არავინ არავა და არავინ არ შეაწუხებს იმის გულშიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იქ არავინ არ დაგვეხმარება. ერთი, დაჭერილი ვიყავი წლების წინ. რატომ არ გეხმარებათ, რატომ არ დაგეხმარებათ და რა უნდა გააკეთოს? თქვენ კონკრეტულად რას ითხოვთ საელჩოსგან? საერთოდ ვიცნობთ ვინ არის ელჩი? უბრალოდ კითხვას დავსვევ. მე პირადად ეს არ ვიცნობ. როცა დამიჭირეს, იქ გოგო რო შევედი და ვკითხე, უკვე 7 თვე იჯდა ციხეში და რატომ? პასპორტის თხოვა იქიდან რომ დაიჭირეს, რომ პასპორტი გამიკეთეთ, რომ დეპორტზე წავიდე. დღეს ხვალ, მე იქიდან დავბრუნდი, გამოვედი გარე. კონკრეტულად იოსებ ნანობაშვილს თხოვეს? ელჩს თხოვეს იოსებ ნანობაშვილს პასპორტის გაკეთება? ეს თქოა ზუსტად მისი მეგობრები დადიოდნენ ელჩთან. და მან უარი განაცხადა? დადიოდნენ დღეს მან უარი განაცხადა. როცა ასეთი სიტუაციებია, არ ვლაპარაკო პულმონიაზე გაბრძანდეს და იქ შეხვდეს ხალხს, არ არის ის აუცილებელი. ის ციხეებზე მივიდეს. თავისი მემამულეები რო ციხეში უსაბუთოდ არიან დაჭირილები, იქნება რა ხდება? როდის მე დაინტერესდა საელჩოს? როდის მე უკითხია, რომ თავისი თანამამულე ძალიან სამწუხაროა, რომ გადაცემაში არიღებენ მონაწილეობას და ვერ მოხერხდა მისი მონაწილეობა დღეს გადაცემაში, რადგან როგორც გავიგეთ მივლინებაში. მონაწილეობას, რომ არაფერი სათქმელი არა აქვთ. არანაირი სათქმელი არა აქვთ.
თქვენ პირადად თუ მოგაწოდეს ინფორმაცია ახალი წესების შესახებ. სხვათა შორის ფილმი, რომელიც მოამზადა თამარ ურუშაძემ და გავიდა პირდაპირ ეთერში, სწორედ ამის შემდეგ მოხდა, ასე ვთქვათ, ცნობილი გახდა, რომ ახალი წესები არსებობს და შეთანხმება მოხდა, ასე ვთქვათ, საბერძნეთსა და საქართველოს შორის. რის მიხედვითაც ფულადი გზავნილები, ავტობუსით მგზავრობა, დამადასტურებელი ქვითრები, ასევე პასპორტის ასლი, ცნობა საცხოვრებლიდან და ეს დოკუმენტები უნდა შეიკრიბოს, რომ მოხდეს ადამიანების დროებითი ბინადრობის მინიჭება ადამიანებისთვის. და ბევრი რამ არის ამ წესში უკვე შეტანილი და შეცვლილი. თქვენთვის რამდენად ასე ვთქვათ, ცნობილი გახდა ამის შესახებ, საელჩომ თუ გაცნობად და რამდენად დამაკმაყოფილებელია ამ წესების ცვლილება, თუ ეს რაღაც ფორმალობაა? მეცილება, ნეტაკი მართლა მოხდეს. მე თვითონ ახლა საბუთები მაქვს. ოფიციალურად მაქვს საბუთები, მაგრამ არიან ჩემს გარშემო ჩემი ახლობლები, ვისაც არ აქვთ წლებით ელოდებიან. ადვოკატებიც აყავთ, ბერძნები აყვანილი, მაგრამ ჩემს გარსი რამე არ გამედია. ნეტაკი მართლა მოხდეს. ის რაზეც ცოტა ეჭვმეყარება. რატომ არ ბრუნდებით თქვენ საქართველოში კონკრეტულად? რა არის ამის მთავარი მიზეზი, ასე ვთქვათ? საქართველოში შარშან პირველად ჩამოვედი 9 წლის განმავლობაში არ ყოფილა. მე გავყიდე ბინა, მე ბინა არა მაქვს. სხვადასხვა ისე რომ გადავხედე სიტუაციას საქართველოში ამდენი წლის მანძილზე. ფიქრობდი რომ ალბათ ბინა რომ მქონდეს იმდენად დავიღალე უკვე აქ ყოფნით, რომ იმპურის მოსმანდაჩი შევიდი. ქალბატონო ნუკი, ანუ თქვენ იმის საშუალებაც არ გაქვთ, რომ თქვათ სამომავლოდ თუნდაც ბინა შეიძინოთ და დაბრუნდეთ საკუთარ ქალაქში? ანუ გამოდის, რომ თქვენ მუშაობთ საბერძნეთში? მხოლოდ იმიტომ, რომ თქვათ თქვენი თავი ირჩინოთ? თუ როგორ ხდება ეს? ანუ სამომავლო პერსპექტივა გააქვთ? არა, 5 დიახ, ეს მაინტერესებდა. ჯერჯერობით არაფერი, იმიტომ რომ თვითონ ეკონომიკა საბერძნეთი ძალიან დაეცა. თვითონ ამათი ეკონომიკაც, თვითონ გარკვეულები არ არიან ბერძნები და ჩვენ ხელფასებით რა თქმა უნდა ეცემა ძირს 600 евро ზღვაში წვეთი არ არის, მოგეხსენებათ, მაგრამ 600 евро მე 5 შვილი შევინახოთ, რომ გვერდზე გადავდო და ბინაში ვიწინო. არ გამოდის ხალხო, აქ ხალხს ვალები აქვს. თქვენ ახლა შეიძლება ერთი რამე გითხრათ, გაგიკვირდებათ 10 წელი მადახარო და რამე არ შეაგროვეო? შეიძლება გითხრათ, რომ ვერ შევაგროვე. დიახ. იმიტომ რომ ბავშვები იზრდებიან, ოჯახი იზრდება. შეიძლება ბინა არ ქონდეს, მაგრამ იქ რა გაქვს, იქ გადასახდელები გაქვს. იქ ერთ ჭირდება, მეორე ჭირდება. არაფერი არ გამოდის. არაფერი არ გამოდის, აქედან გაგზავნილი, არაფერი არ აჩანს ხალხო. და ისევე ბევრი მე ვიცი და მე თვითონაც წინა კვირას ჩემთვის ოპერაცია გავუკეთე და 2 თვის ხელფასი ჩემ ქალბატონმა წინას წარმომცა იმით გულშის, რომ მე ოპერაციის ფული მათ გადამეხადა, იმიტომ რომ მთავრობამ, საქართველოს მთავრობამაც თუნდაც დახმარებაზე ჩემი შვილი არ დაასპონსორა, ანუ არ ჩაურიცხა მიზერული თანხა, სასაცილო იყო, ესე იგი ბავშვი თუ არ ვიყავი მე აქ, გამოდის რომ ოპერაციასაც ვერ გავუკეთებდი. ნუკი არის შანსი ჩამოვიდე. კიდევ ბევრი სხვა მაგალითიც არის ასეთი, ან თქვათ უფრო მძიმე ისტორიებიც არის. ჩვენ რა თქმა უნდა გადაცემაში ყველა ემიგრანტს ვერ ჩავთავთ, იქნებ თქვენ გვითხრათ, კიდევ კონკრეტულად რა პრობლემები აწუხებთ, თუნდაც იმათ, ვისაც საბუთები არ აქვთ და ასე შემდეგ. თუნდაც ციხეებზე. თქვენ ახლა შეიძლება ის თქვათ, რომ რატომ ქურდობენ? ჩვენი ქართველები კი არა მარტო, ყველა ერის ხალხი ქურდობს და თვითონ ბერძნებიც, მაგრამ როდისმე აი დაინტერესდა საერთოდ, როდისმე მისულა ჩვენთან ციხეებში პატიმრებთან და უკითხიათ გასაჭირი, რამდენი პატიმარია ჩვენთან განადგურებული ნაწვალები, არ მინდა ესე ლეპტომერები და კონკრეტულად ესე ვთქვა, მაგრამ საერთო იმიტომ ყავს ჩვენ ერთი ეს მინდა ჩვენგან ხმა მიუწვდეს მათ, რომ ომონიაზე გასვლას იქ არავის არ ჭირდება, ომონიაზე გასვლას ციხეებზე მივიდეს. ქალებთან სადეპორტო ციხეზე მივიდნენ. ერთი ნახონ,
რა მდგომარეობა? დიახ, როგორ არიან? იქნებ თქვენ გვითხრათ. როგორ ძალიან არიან? ცუდი მდგომარეობაა. გეტყვით რომ აპატიეთ, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. 2 თვე და 3 დღე ვიჯექი და 3 დღე სამონტყოფოში წამიყვანა. რატომ იჯექით თქვენ ციხეში? საჭმელი არ შეიძლება. მე უსაბუთობაზე ვიჯექი ციხეზე. და ანუ ძალიან მკაცრად გექცეოდნენ? არა, ნუ ეხლა ქართველებს მკაცრად არ გვექცევიან, მაგრამ ანუ არ გაქვს არც ის კვება, არ გაძლევენ იმის უფლებას, ეხლა თავიანთი ქვეყანა და თავიანთი კანონები აქვს, მე მესმის, მაგრამ ცოტა უხეში იმ კანონებიც არის, ჩემი აზრით, ეხლა ხელით გეკავოს შარვალი, იმიტომ რომ ზონი არ უნდა კონდეს შიგნით და არ უნდა გიჭერდეს რაღაცა, ყველაფრით შეზღუდული ხარ იქ, ხო? საჭმელი არ იწმევა და იმის საშუალებას არ გაძლევენ, შემოვიდნენ ვინმე და გიპატრონოს იმ ციხეზე, ხო? და რაღაცა ადამიანურად იგრძნო თავი და საშინელი ეხლა არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მე მაინც ეს დავაყოლებ. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მაინც დავაყოლებ. გერჯერიკ პატრონობს ხალხო. მე მონავარ დღეს. კი, მონავარ. მონავარ ისევე ჩემი გასაჭირის გამო. აქ. მაგრამ მე მადლობას უხდით არის. და მადლობას არ უხდით საქართველოზე რა სიტყვით, ქალბატონო ნუკი? მაპატიეთ და ვერ მოუხდი. მიუხედავად იმისა, რომ ტიპიური ქართველი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი ადაწესებს ყოველთვის ვაჭარებ და არასოდეს არ ვივიწყებ, ხან გული მწყდება, რომ ქართველი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნდება მინდა. გასაგებია, ალბათ ეს ძალიან მძიმე და რთულია ახლა ჩემთვისაც ძალიან დიდი. რომ კონკრეტულად ამაზე დიდხანს გესაუბრო, თუმცა მე ბერძნები დამიდგნენ ზუსტად და მე ბერძნები მაკითხავდნენ. იქ სადაც ცხოვრობდი 4 წელი ქირით. ჩემი ბერძნები, მეზობლები ამოვიდნენ ხალხო ციხეზე და განცხადება დაწერეს, რომ მე რა რომ ეს გოგო ქართველია. არ შეიძლება ამ გოგოს დაჭერა. მიუხედავად ჩვენ ვიცნობთ ვართ პასუხისმგებელი ეს გადავიხადე ფული და გამოვედი. დიდი მადლობა რომ მიიღეთ. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ასევე საერთოდ თუ რამეს გააკეთებს ქართველებისთვის დაგვავალეთ. ჩვენ ამ თემას რა თქმა უნდა კვალდაკვალ მივყვებით. მადლობა ქალბატონო ნუკი რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. ეს იყო ნუკი ცნობილაძე ათენიდან. ახლა კი პირდაპირ ეთერში გვერდება ტელეფონით ქეთი მითაიშვილი, რომელიც ამჟამად არ იმყოფება ემიგრაციაში, ის ემიგრაციიდან დროებით როგორც ვიცი დაბრუნებულია საქართველოში და ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ემიგრაციაში. ცნობილი ტელეწამყვანი ქეთი, მოგესალმებით, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საღამო მშვიდობისა. ჩვენ დღეს მთავარი სათქმელი რაც აქვთ ემიგრანტებს, ის პრობლემები, რომლებიც წლების მანძილზე, წლების განმავლობაში მათ დაუგროვდათ და რომლის სამწუხაროდ გადაჭრა ვერ ხდება, ისინი ადანაშაულებენ ხან საელჩოს, ხან ასე ვთქვათ, სხვადასხვა დიპლომატიურ მისიებს და ასე შემდეგ. რა არის თქვენი სათქმელი? თქვენ როგორც ჟურნალისტი და როგორც ემიგრაციაში მყოფი ადამიანი, რა მთავარი სათქმელი დაგიგროვდათ? რატომ ვერ ბრუნდება ხალხი საქართველოში? ძალიან რთული იქნება დროის ამ მცირე მონაკვეთში ადამიანმა ამოთქვა ის, რაც წლების განმავლობაში გიგროვდება და გაწუხებს და ალბათ არ ვიქნები მეც ორიგინალური თუ ვიტყვი იმას, რომ ძალიან რთული ცხოვრება აქვს ემიგრანტს საზღვარგარეთ, მაგრამ მოდი ესეც ავთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გაიძულებს ადამიანს გადადგა ეს ნაბიჯი და წახვიდა ემიგრაციაში. ეს თითოეული ჩვენგანის არჩევანია. გვინდა თუ არ გვინდა, ამას ჩვენ ვაკეთებთ, ხო მართალია რა. ძალიან ბევრი სირთულის წინაშე დგანან, რა თქმა უნდა, იქ მყოფი ადამიანები და ხშირ შემთხვევაში ისმის უბრალოდ დაპირებები იმისა, რომ აი ემიგრანტები უნდა ჩამოვიყვანოთ. ჯერ კიდევ 4 თუ 5 წლის წინ მე მახსოვს მსგავსი დაპირებები, რომ პირველი ეტაპი, პირველი 2 წელიწადი ალბათ ეს არ მოხერხდება, შემდეგ იქნება ის, რომ აუცილებლად ემიგრანტები უნდა
გამოიყვანოთ და იყო რაღაც PR კამპანია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო მხოლოდ ისევ და ისევ უაზრო დაპირებები და ამაში მე ახალს ვერაფერს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მარტო ახლა არა, ყოველთვის ყველაფერში ყველა სფეროში მსგავსი რამ ხდება. რა საკვირველია, მთავრობა თავის წილპასუხისმგებლობას უნდა იღებდეს ამაში. მაგრამ გარდა ამისა, ალბათ თითოეული ჩვენგანის რაღაცნაირად მე არ ვიცი, შეიძლება ეს პოპულისტური ესეთი განცხადება იყოს, მაგრამ ალბათ ჩვენც უნდა ვცდილობდეთ რაღაცნაირად, მე არ ვიცი, მე ამის რეცეპტი არ არსებობს და ვერავის მივაწოდებ და ვერ ვიქნები ამ ხრივ გამორჩეული თუ ძალიან ორიგინალური, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენც უნდა შევძლოთ, რა საკვირველია ისევ და ისევ თუ სისტემა იქნება შეცვლილი და რაღაცნაირად მოგცემენ ამის საშუალებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ახლა ამ რეალობაში და ამ მდგომარეობაში თქვენ პირადად მე როგორც ვიცი დროებით იმყოფებით აქ აპირებთ რომ საერთოდ ჩამოხვიდეთ და იცხოვროთ დაუბრუნდეთ საკუთარ ქვეყანას საქმე ის არის რომ ესე იგი ყოველ ჩამოსვლაზე ეს არ არის პირველი შემთხვევა ყოველთვის ყველა ტელეგადაცემაში რამდენჯერ მიმიწვიეს ყოველთვის იყო ამაზე გაყვრით თუ პირდაპირ ირიბად თუ ესა ყოველთვის ვამბობდით ცითა ვეძებს სამსახურს მაგრამ ნუ გასაგებია ხა მე რეალისტი ადამიანი ვარ და უკვე გასაგებია 15 წლის წინ თუ ვერაფერი ვერ ვნახე ალბათ ძალიან ეჭვი მეპარება რომ დღესდღეობით რამე ვიპოვო და რაღაცას მოვეჭიდო და სამწუხაროდ უკვე შიშის წინაშე დგები ადამიანი იცით რა მე რა რომ სახლი გავს, კარი გავს, ისა გავს მაგრამ ანუ აქ დიდხანს დარჩენა თქვათ ან მუდმივად დარჩენა თქვენთვის ერთგვარ რისკს წარმოადგენს უკვე საკუთარ ქვეყანაში დარჩენა არა რისკი ერთია იცით რა მე აღარაფერს აღარ მეშინია ადამიანს როდესაც შრომის არ გეშინია იცით რა ყოველთვის ვიძახი რომ რაღაცნაირად როგორც ხები ისე მეც ვიცხოვრებ თქო და ალბათ დგება ეს პერიოდი უკვე ნელ-ნელა იმიტომ რომ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს როგორც სიტყვიან ხო და ნუ ალბათ მეც დავდექი ამ ზღვრის წინაშე და ალბათ მაქსიმუმი 1 და 2 წელიწად მე პრაქტიკულად ჩამოვედი მაგრამ რა საკვირველია მოვდივარ ახლა სადღაც აგვისტოს ბოლომდე ისევ აქავარ მე წავალ მე ისევ ჩამოვალ და მაგრამ როდემდე შეძლებს ამას ადამიანი გესმით რაშია საქმე მე არა ვარ მე ჩემს თავზე ვერაფერს ვერ ვიტყვი იცით რატომ იმიტომ რომ ჩემს მდგომარეობაში მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა ამიტომ მე გამორჩეული ვერაფრით ვერ ვიქნები რა საკვირველია ძალიან რთული სიტუაცია და არა მარტო ემიგრაცია სხვა საკითხები ჯერ ახალგაზრდები რომ ვერ პოულობენ დღესდღეობით აქ სამსახურს უკვე რომელ ძველგაზრდებზეა ლაპარაკი ხო თუმცა ჩვენ ხო არა ვართ ხელწამოსაკრავი და გადასაგდები იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვაზროვნებ ჯერ კიდევ დავდივართ და ჯერ კიდევ შრომის უნარიანი ადამიანები ქვია ასე რომ სასურველი იქნებოდა რა საკვირველი აქ მოთხოვნაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია იმიტომ რომ მოითხოვე და იყავი თუ არავინ არაფერს არ გააკეთე ხალბატონო ქეთი თქვენ ხართ ცნობილი ტელეწამყვანი თქვენ ალბათ ბევრი სხვა ემიგრანტისგან განსხვავებით იცნობთ თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ოდესმე მიგიმართავთ მათთვის ან გითხოვიათ რომ დახმარებოდნენ იმაში რომ დაბრუნებოდით საკუთარ ქვეყანას და თუნდაც რაზეც ახლა ვსაუბრობთ აქ ყოფილიყავით თქვათ ისევ რეალიზებული რა საკვირველია ჩემთვის ახლა ღიმილის მომგვრელია ის რომ არ აქვს თითქოს მნიშვნელობა ცნობილი არაცნობილი იყო პერიოდი მე ადრეს მithქვამს ტელეინტერვიუებში და ასე შემდეგ რომ სახელმწიფო მინისტრისთვისაც კი მიმართავ შემდეგ ტელეეთერში უკვე ამ წლების განმავლობაში როდესაც ჩამოვდიოდი მაშინაც ვამბობდი რომ იცით რა სიამოვნებით ვიმუშავებდი აქ უკვე ტელევიზიაზე აღარ არის ლაპარაკი ხალხმა მე მესმის ახალგაზრდათაობა უნდა მოვიდეს და ძველი წავიდეს მაგრამ ის ძველი ხო უნდა გამოიყენონ რაღაც ხომ? ნუ თუნდაც, მაგრამ რამდენჯერ იყო ეს, რამდენჯერ ყოფილა, მაგრამ ნუ მე მესმის ალბათ აქ უკვე ბედისწერაც არის თუ აღარ ვიცი რა დავარქვამ. ერთგვარად სასაცილო სიტუაცია სატირალი რომ არ იყოსო. მოვდივარ და ნუ მაგრამ არა უშავს, ნუ მე ერთადერთი რასაც ვნატრობ რომ ვიყო ჯანმრთელი და ფეხზე მდგომი, თორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შრომის არ მეშინია და რაღაცას ყოველთვის ავალ, მაგრამ როდემდე აი აქ ისმის კითხვა, ხომ? ასე რომ რა საკვირველია სასურველი იქნებოდა რაღაცნაირად თუ კი ამის საშუალება არსებობს რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ვისაც უნდა ჩამოსვლა თორე ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან ვინც იგივე ემიგრაციაშია და ამ დროს იძახიან რომ რა უნდა ვაკეთოთ ჩემს ქვეყანაში ვისაც არ უნდა ღმერთმა ნუ ჩამოიყვანოს და ამყოფოს იქ ბედნიერად მაგრამ ვისაც უნდა ჩამოსვლა ხომ შეიძლება რაღაცნაირად რაღაც იცით რა
ეს პოპულისტური განცხადებები მე არ ვიცი ვისი მხრიდან, მაგრამ ის რომ აი ახლა იქნება რაღაც ორგანიზაცია, რომ იქნება ამდენი სამუშაო ადგილი, იმდენი ქარხანა, ეს ყველაფერი არის ტყუილი, ძალიან კარგად ვიცით, ხომ? რაღაცისთვის გაკეთებული და რისთვის ჭირდება, ეს კიდე საკითხავია. ღმერთმა არ ვიცი, ყველას მშვიდობაში მოახმაროს თავისი განცხადება, მაგრამ თუ შესაძლებელი იქნება ოდესმე, რომ რაღაცნაირად ხელი შეეწყოს და აგერ პატრიარქი ამბობდა, რომ ჩამოდით და ვეთანხმები, უნდა ჩამოვიდნენ, რასაკვირველია. მე ზუსტად მაგას ვიძახი, მე არ მეცხოვრება არც ერთ ქვეყანაში, მე მიუხედავად იმისა, რომ მე ორი ქვეყნის მოქალაქე ვარ და მე შემიძლია, მართლა შემიძლია იმ ქვეყანაში არაჩვეულებრივი სიბერე მოვიწყო, მაგრამ როგორ მოვიწყო ის არაჩვეულებრივი სიბერე, თუ ის ადამიანები არ მეყოლა გარშემო, ხო? ვისთვისაც გადავწყვიტე თავის დროზე იქ წასვლა და ესე დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი, რომ მიიღეთ ჩვენთან გადაცემაში მონაწილეობა, სატელეფონო ჩართვით. ახლა კი კიდევ ერთი ყოფილი ემიგრანტი გვერდება პირდაპირ ეთერში, თუ არ ვცდები, მზია ბახსოლიანი, რამდენადაც მეუბნებიან. მოგესალმებით ქალბატონო მზია. ნუცა ციკლაური. ქალბატონო ნუცა ციკლაური, რომელიც პრიორიტეტის სტუდიაში იმყოფება. ქალბატონო ნუცა, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. თქვენ პირადად რამდენ ხანს იმყოფებოდით ემიგრაციაში და რა არის ის მთავარი პრობლემა და მთავარი სათქმელი, რაც თქვენ დღეს ჩვენს ეთერში უნდა თქვათ სწორედ ამ თემის ირგვლივ. ჩამოხვედით, თქვენ სამშობლოში ხართ, იშოვეთ სამსახური? 5 წელი ვიყავი იქ. 5 წელი, მაგრამ პარკმა ყოფილი მონათ ნამუშევარმა რაღაცა გავაკეთე, მაგრამ რომ მოვიდა ეს მთავრობა და არიქა წამოდით და დაგასაქმებთ და პენსიასაც მოგიმატებთ ყველაფერს, ეს ყველაფერი იყო წყალში ჩაყრილი. ანუ თქვენ რატომ წამოხვედით? რაიმე დაპირების გამო თუ? დაპირების გამო წამოვედი. თქვენ ეს დაპირება ტელევიზიით მოისმინეთ არჩევნების დროს თუ კონკრეტულად ვინმე მოგცათ? იქ ვიყავი მე აქტივისტი. დიახ. ამათი აქტივისტი ვიყავი მე. ძალიან ვეაქტიუროს ყველაფერს და დამპირდნენ არა რეგარები. ქართული ოცნების აქტივისტი იყავი? დიახ, არასამთავრობოები იყვნენ იქ, ერთი ამბავში იყვნენ, ჩამოდით, წამოდით, დაგასაქმებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩამოვედით, მაგრამ ვარ ასე, საცა მივედი, ასაკი გაქვს, არ შეიძლება, არ არის სამსახური. თქვენ თავს მოტყუებულად გრძნობთ, ანუ? მოტყუებულად გრძნობდი, თან როგორ გაჭირებით გადავედი იქა. გაჭირებით წავედი. როგორ წახვედით, ქალბატონო ნუცა იქნებ გითხრათ? წავედი. გახსენებაც აღარ მინდა. ავტობუსი იყო, დიდი ავტობუსი. წავედით აქედან, გადავედით თურქეთში საზღვარზე რომ მივედით. ჩამოგვიყვანეს დაბლა და სადღაცას დაბლა შოფრის უკან ჩაგვიყვანეს ორი ბიჭი, პატარა ბიჭები იყვნენ, ერთი მე ვიყავი, მაღლიდან დაგვადგეს მაცივარი, წინ ფორტუჩკა იყო პატარა საჰაერო და იმითი გვასრულგმულებდნენ. მე კიდე წამლები დავლიე იმდელი, რომ ესე იგი როგორღაც გადამერჩინა თავი მანამდისინ ადგილამდე მივიდოდი. ანუ თქვენ მაპატიეთ მაცივარი გედოთ თავზე და ისე იმგზავრეთ? დაფარებული იყო ყუთი მაცივარი, ჩაკეტილი იყო. ამის ქვეშ. აქ დაბლა იყო, რაღაცა აკლდამა, იქ ვიჯექით 3 ადამიანი. ანუ თქვენ ყოველგვარი ვიზის გარეშე გადახვედით, როგორც არალეგალი. და თანაც 4,000 евро იქ გადავიხადე. ეს 4,000 евро ვის გადაუხადეთ? და ალბათ ეს უკვე ვალი იყო თქვენ მიერ აღებული. ეს ვალი ავიღე და ძღოლს მივეცი, ვინც გადამიყვანა იქ. ვიმუშავე და მივეცი. ვისგანაც ავიღე. და ეს საზღაური, რასაც იქ პირდებოდნენ სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ, მათ შეასრულეს ეს პირობები? გადაყვანაში? დიახ, გადაყვანა და შემდეგ დაბინავება და ამ შემდეგ. თუ რაც ქვია ამას არალეგალურად შეღწევა. გამიშვეს ისე ვიღაცა მიპატრონა, მაგრამ როგორც ესეთი სამსახური არავინ არ მიშოვა. ისე ჩემი სახსრებით ვეძებე და ვიყავი დიდი ხანი უმუშევარი, UN-პირო ვიყავი, აბა UN-ო რო არიცი ლაპარაკი არც არავის ჭირდები ხარ. ვიყავი სულ მოხუცებთან, ჩავარდი მოხუცებთან, ავამტყოფებთან, რომ ხელით სატრიალებელი იყო. მთელი 6 თვე კინაღა მომუშევარი ვიყავი. დიახ. შევეგუე ამას ბოლოს 4 მოხუცი დამეღუპა, მე-5 მოხუცთან რო შევედი, შემრჩა ის მოხუცი და სანამ ვიყავი იქა მყავდა. და შემდეგ ჩამოხვედით. თქვენ ამბობთ, რომ რთული წლები გაიარეთ, ამბობთ, რომ თითქოს მონობა იყო ეს ყველაფერი და რთულად გადააღწიეთ, მაგრამ
მონობას რას ეძახით უფრო კონკრეტულად? მონობას იმას ვეძახით, რომ თავისუფლად ვერ გადაადგილდები, თავისუფლება არა გაქვს, ყველაფერი გენატრება, ყველაფერი გინდა. შვილებს ვერ ნახულობ, ოჯახს ვერ ნახულობ, ფული გენატრება, რომ კვირით-კვირობამდე ვერ გადიხარ. ან გაგიშებენ, ან ისიც არა. უნდა იყო ჩაკეტილი. ახლა რა პირობებში ცხოვრობთ და ხობარ ფიქრობთ, რომ თქვათ შესაძლოა ისევ მოგიწიოთ წასვლა? არა, მე იქით კი აღარ წავალ. აქ მირჩევნია ვიყო მშიერი, ვიდრე იქ ვიყო მაძღარი. მე ჩემი ქვეყანა მირჩევნია სულ ყველაფერს. მართალია ძალიან მიჭირს, ძალიან მაგრად მიჭირს. პენსიონერი ვარ რამე, მაგრამ ოპერაციებიც გავიკეთე, რომ ჩამოვიდე, არა, მე იქით კი არა, საერთოდ გარეთ არ გავალ. თუ დამასაქმებენ აქ, ვიმუშავებ, მაგრამ არავინ ჩვენ არ გვასაქმებს. გასაგებია. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ეს იყო ქალბატონი ნუცა ციკლაური, რომელიც 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ახლა კი პირდაპირ ეთერში გვერდება ასევე ემიგრანტი ათენიდან მზია ბახსოლიანი. მოგესალმებით ქალბატონო მზია, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ქალბატონმა ნუკიმ ახლა ისაუბრა რამდენიმე წუთის წინ ქალბატონმა ნუკიმ ისაუბრა, ასევე ჩვენ ფილმშიც ვიხილეთ ის ძირითადი პრობლემები, რაზეც თქვენ გქონდათ იქ საუბარი. ემოციური კადრები ვიხილეთ, ემოციური მომენტები ვიხილეთ, მაგრამ როგორც თამუნა ურუშაძემ გვითხრა, ჩვენ ახლა ძალიან ბევრი მძიმე რამ ნახა მან თავად, რაც ფილმშიც ვერ მოხდა უბრალოდ თუნდაც ქრონომეტრაჟის გამო. შეგიძლიათ გვითხრათ რა მდგომარეობაში ხართ თქვენ? თუნდაც გაქვთ თუ არა საბუთები, გაქვთ თუ არა კონტაქტი, რატომ ვერ ბრუნდებით საკუთარ სამშობლოში? მოგახსენებთ 12 წელია რაც აქ ვარ. 12 წლის წინ წამოვედი, როგორც უმრავლესობა, მეც ისე ავტობუსით თურქეთიდან უკვე დამალული და ძალიან ეს რამდენჯერ უნდა ითქვას, უკვე ძალიან ბევრმა აღნიშნა და თითქმის აზრით აღარ აქვს ვინ უსმენს, სწორედ კი ჩვენ როგორც ჩამოვედით, არანაირად ჩამოვედით, რომ ვინმე უსმენდეს ამას. 12 წელი არ მომიწევდა მაშინ აქ ყოფნა. ჩამოვედი ღმერთის დიდი დახმარებით ალბათ, მე არაფერი გასაჭირი ისეთი არ მქონია აქ, დამხვდა მეზობელი ჩემი ბავშვობის მეგობარი. მან თავისთან მიიყვანა, იქედან მესამე დღეს დავსაქმდი და ისა გადახდილი მქონდა, რა თქმა უნდა, მეც 3500 ევრო, ჩემი საკუთარი მე ვალით არ დამოსვარ, ჩემი საკუთარი სახლი ჩავდე და იმითი წამოვედი, ასე რომ შიში არ მქონია იმის, რომ ვაიმე ისეთთან შევალ გისთან, ასე ისე, რომ ოღონდ კი რამენაირად ეს გავიწიმრო პროცენტი და რაღაცა მეთქი, ჩემი საკუთარი იყო და ნელ-ნელა მივყევინეთ კიდე. ვიმუშავე 2 წელიწად ნახევარი, სანამ არ მოკვდა იქ ბებო, არ დავტოვე, უბრალოდ ადამიანური გადასახედიდან ცოტა რთული იყო, ღამეები არ მეძინა, მაგრამ მაინც არ მივატოვე, იქედან მე მოხვდი. ძალიან კარგი ქალბატონთან, ეხლა რომ მესმის ამბობენ, რომ ჩვენ ასეთ დღეში ვართ, ჩვენ ისეთ დღეში ვართ, ეს არ გამივლი, აი გეფიცებით საფიცარს, შვილებს, დედის საფლავს, არ მქონია ისეთი. თუმცა თქვენ ალბათ დაბრუნების სურვილი ამ 12 წლის განმავლობაში გააქვთ საკუთარ სამშობლოში, არა? რა თქმა უნდა. რატომ ვერ ბრუნდებით? მაგრამ რომ წედავ დღეს რა ხდება? იმიტომ ვერ ვბრუნდები, რომ ჯერ ერთი ვუყურებ პერსპექტივას ვერ ვხედავ იქ, ვერ რანაირ. მისწავდა ჩემი მეგობრებიდან, მწერენ იქედან ფეხი არ გადმოდგა აქ. ფეხი არ გადმოდგა. ჩვენ კიდე ვაპირებთ, რომ რამდენიმე თვეში რამდი გვეყოფა ის ფული, რომელიც ჩამოტანილი გვაქვს, სწორედ დავბრუნდებით მერეო. კარგი და წავიდე საქართველოში და მერე ისევ 3500 ევრო გადავიხადე და ისევ ინტანჯოტომებით გამოვიდე აქეთ. ჯერა რომ არაფერი არ არის შეცვლილი, რადგან მე ვარ რეალისტი და უყურებ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. შიშობ რომ მომავალიც არ უწერია, თორე სხვას აღარაფერს აღარ დავეძებ ის რა სამწუთებში ხდება. რეალურად უნდა შევხედეთ ყველაფერს. მე საელჩოსთან კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს და ამით დავასრულოთ. საელჩოსთან ურთიერთობა თქვენი გამოდის? გეხმარებათ რამეში საელჩო თუ არანაირი კონტაქტი არ არის? კი, საელჩოში ეხლანდელი და წარსულის ვინც იყო,
ელჩები ძალიან კმაყოფილი ვარ. აი მართლა ადამიანურად და თქვენს ირგვლივ მყოფები, სხვები რომ აცხადებენ რომ არ ეხმარება საელჩო მათ. აცხადებენ კი, მაგრამ მე რომ მივსვარ არა დამჭირდა მაგალითად ტრანსპორტის შეცვლა. ჩვეულებრივად არაფერი გაფულება არ მქონია, ერთ დღეში მომთავრე ის ჩავაბარე და მეორე მისვაზე რომ მივედი უკვე მზად. ძალიან კარგია თუ გეხმარებიან პირადად თქვენ. დიახ. და ასევე მადლობა მინდა. მარტო მე არა, მე გეხმარებიან, ეხლა სიმართლე რაც არის უნდა ვთქვათ. მე არ შემიძლია მე პირადად რაზედაც კი მისვარ. აი რაც დამჭირებია ვთქვათ საბუთებთან დაკავშირებით, ან ვთქვათ შეცვლასთან, პასპორტის ან რაღაცა არ მქონია გართულება არასოდეს. მაგრამ ის რომ ეხლა ბევრი ამბობს ჩემი მეგობრებიდან, რომ ძალიან უჭირს აქ, ძალიან ცუდ ადამიანებთან მოხდენ თქვათ და უჭირთ ამ ძინებთან არიან არ. მაგრამ ან მომედივარ. მე მონა არასოდეს არ ყოფილი ვარ და არც არასოდეს არ ვიცნობი. იმიტომ რომ გასაგებია. გასაგებია, დიდი მადლობა. სხვა ჩართვებიც გველოდება, მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ეს იყო მზია ბახსოლიანი ათენიდან, ახლა კი ქუთაისიდან პირდაპირ ჩართვა, საიდანაც კუკური აბულაძე გვერდება, რომლის შვილიც თვითმფრინავის საბარგულში გარდაცვლილი იპოვეს, როდესაც ის საზღვარს ტოვებდა და გადადიოდა ემიგრაციაში. რა მოხდა ბატონო კუკური, მაშინ კონკრეტულად და რისი მსხვერპლი გახდა თქვენი შვილი? ბატონო გიორგი, მოგეხსენება, ჩემი შვილი სამართალმცოდნე იყო. მუშაობდა სამხედრო პოლიციაში და იქ 2 წელი იმუშავა და აი შემდეგ რაღაც გაუგებრობები მოხდა. ხელფასიც კარგი ქონდა, ყოველთვის კმაყოფილი იყო, მაგრამ აი ოფიცრობასთან იყო გაუგებრობები და შემდეგ რომ წამოვიდა, რა მიზეზით წამოვიდა ეს ნამდვილად არ ვიცი. იძულებული გახდა წასულიყო საზღვარგარეთ და თურქეთში გადავიდა, საიდანაც უნდოდა მოხვედრილიყო იტალიაში. მაგრამ იტალიაში ისი ადვილად ვერ მოხდებოდა, რადგან არც ვიზა ქონდა, არც სხვა რაიმე განსაკუთრებული დოკუმენტი. ამიტომ როგორც მე ვფიქრობ, არალეგალურად უნდა გადასვლა. გესმით არა? დიახ. დიახ, არალეგალურად უნდა გადასვლა და აი ეს მოხდა თითქმის 450 კაციან აერობუსში, რომელიც მოსკოვის და ეს ფირმას რამდენიმე რეისის შემდეგ აღმოჩნდა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. დიახ, რამდენიმე რეისის შემდეგ, ხო. ეს უკვე 16 რეისი ქონდა გაკეთებული, მან მოიარა ეგვიპტე, ინგლისი, საფრანგეთი, რა ვიცით, ყველა დიდ სახელმწიფოებში იყო და აი შემდეგ როდესაც ჩამოფრინდა უკვე მოსკოვში ნუკოვოს აეროპორტზე, აი იქ შეამოწმენ ძირითადად ტექნიკურმა მუშაკებმა და ნახეს რომ აი გაყინული ახალგაზრდა, გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო ბოძზე მიკრული თვითმფრინავში. ეს უკვე მრავალ კითხვებს წარმოშობს, საიდან, როგორ, ანაირად, მოკლეს შეიტანეს. დიახ, ამ კითხვებზე რაიმე პასუხი თქვენ მიიღეთ კონკრეტულად? აბსოლუტურად არაფერი. მოსკოვის საერთაშორისო სატრანსპორტო პოლიციამ მომწერა პასუხი, მაგრამ ეს არის ყოველად დაუჯერებელი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ეს ნორმალურმა ადამიანმა დაიჯეროს, იმიტომ რომ იქ ძირითადად თვითმფრინავის ტექნიკური აღწერილობაა. მე მაინტერესებს საიდან მოხდა ჩემი შვილი ბოძზე მიკრული თვითმფრინავში, ვინ მიაკრა, როგორ შევიდა, მას არ ქონდა ვიზა, მას არ ქონდა ბილეთი, არაფერი საშუალება, როგორ შეიპარა, აფხელა საერთაშორისო აეროპორტში, როგორ შევიდა თვითმფრინავში, ეს ყოველად დაუჯერებელია ჩემთვის. ამ პასუხს მე ვერანაირად ვერ იმოდი. მე საქართველოში აბსოლუტურად ყველა მას მივმართე. პარლამენტსაც, ადამიანის უფლებათა დაცვის არ გეხმარებათ საგარეო საქმეთა სამინისტრო? არა, აბსოლუტურად არავინ არ მეხმარება, ერთ და იგივე პასუხები მომდის მოსკოვის წერილს იმეორებენ და ეს ჩემთვის მიუღებელია. მე ერთადერთი თხოვნა მქონდა, მე მრავალჯერ გამოსულვარ საქართველოს ტელევიზიებში, თითქმის ყველგან ვიყავი. ერთი თხოვნა მქონდა და არც არავინ არ შემომხმიანებია. რომ თუ კი საქართველოში არ შეუძლიათ ამ საკითხის დადებითა და სამართლიანად გადაწყვეტა, კეთილი იმეფოდა აი ევროპის ადამიანთა უფლებების იმას გაუგზავნონ. მე კიდე ვამბობ, ჩემთვის რომ რაიმე ისეთი ასაფეთქებელი მასალა შეეტანა იმ თვითმფრინავში, მაშინ ხო გამოფხიზდებოდა მსოფლიო 450 კაცი იჯდა ამ თვითმფრინავში. მაგრამ ერთი ადამიანის სიკვდილი არაფრად უღირს მათ, გამიგეთ? და ჩემთვის ეს ერთი ადამიანი მთელ მსოფლიოს ნიშნავდა, გამიგეთ?
ერთადერთი შვილი და როგორი საქმეა იმასთან არავინ არ შემოხმარება ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებმა ისიც კი არის მე თუ შვილი მყავს გადაცვლილი კაცი რომელიც სახელმწიფო ჯილდოებით იყო დაჯილდებული წინამთავრობის მიერ ნუ არ ვიცი ნუ სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრისგან იყო დაჯილდოებული სამშობლოსათვის თავდადებულის მედალი ჰქონდა მიღებული რა ვიცი ქუთაისში აშენებდა ეკლესიებს ყველა გაჭირვებულს ეს ეხმარებოდა ყველაფერში ეს ნუ აბა რა ვიცი ხა შვილზე ცოტა მიჭირს ლაპარაკი ასეთ საუბარი მაგრამ ეს იყო ფაქტი ეს თალმა ქუთაისმა იცის ხო და აბა ახლა ვიღას უნდა მიმართო ყველა თვალს მარიდებს თავს მარიდებს და რატომ დავჭი აბსოლუტურად ბატონმა ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებული არანაირი ნორმალური ხელფასი არანაირი დახმარება არავისგან ყურადღება აგვიჩიოთ ავიჩიე ხმა მივეცი ყველას მაგრამ მე მიმატოვეს ბატონმა ჩემი დღიური ხელფასი არის 4 ლარი ანუ პენსიონერს მეტი აქვს ვინმე მე წარმოიდგინეთ გამიგე ნუ რაზე ვილაპარაკო ვის რა ინტერესებს ნებისმიერ საკითხზე გავცემ პასუხი როგორ შეიძლება ეს იყოს დამაჯერებელი რასაც მე გინდ საქართველოს ხელისუფლებამ პასუხობს და გინდ მოსკოვის ხელისუფლება ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ახლა რო ვიღაცა თუმცა ჩვენი გადაცემის მიზანი ის არის რომ ხმა მიაწვდინოთ ჩვენი ეთერის საშუალებით დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა ბატონო კუკური გაგემშვიდობებით იმედი გვაქვს რომ უფრო მკაფიო პასუხებს გასცემენ სწორედ ამ საქმეს და თქვენი შვილის საქმეს კიდევ ერთი ჩართვა ქუთაისიდან გვერდება სოფო ბასილაშვილი ასევე რომელიც იმყოფებოდა ემიგრაციაში დიდი ხნის განმავლობაში მოგესალმებით სოფო რა მთავარი სათქმელი გაქვთ მივესალმებით თქვენს მაყურებელს მთავარი სათქმელი ძალიან ბევრი სათქმელი მაქვს ეხლა რასაც ვუსმენდი, ნუ ყველა სხვადასხვა შეხედულებები აქვს, მაგრამ ერთი ის არის, მოდი დავიწყებ იქიდან, რომ უსაბუთო პატიმრები ვინც არიან, ყველაზე მტკივნეული თემა ამ წუთას შემთვის ეს არის, იმიტომ რომ პირადად ვიმყოფებოდი პატიმრობაში 3 თვის მანძილზე საბუთების გამო და ძალიან გწყდებოდა გული, როდესაც სხვა ეროვნების ადამიანებთან მიდიოდნენ თავიანთი სახელმწიფო საელჩოები ვისაც ეკუთვნოდა ხედავდნენ პრობლემებს ეცნობოდნენ და 3 თვის მანძილზე ერთი არ მოსულა ჩვენი საელჩოდან და არ უკითხავს არც ერთის ამბავი ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო და ამ კუთხით მე ვფიქრობ რომ საელჩო საერთოდ არაფერს არ აკეთებს და საერთოდაც ვფიქრობ რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთოდ არ იცის რა მდგომარეობა არის იქ და როგორ ნუ საბუთებზე ეხმარებიან საელჩოში თუ ეხმარებიან საბუთებზე ხალბატონმა მზიამ თქვა რომ მაყოფილი ვართო ეს არ არის ხო საკმარისი ვიღაცას ქონია შესაძლებლობა რომ მივიდეს და საბუთი გააკეთოს მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ვისაც მაგის საშუალებაც არ აქვს აი ერთმა თქვენმა რესპონდენტმა თქვა რომ იქო ცუდი საჭმელი იყო ციხეშიო მოდი ვიტყვი რომ მე ძალიან ბედნიერი ვიყავი მომენტში როდესაც მოვხვდი იქ იმიტომ რომ არ მქონდა გარეთ გასათევი და ვიყავი უმუშევარი ნუ ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს ამ მომენტში მაგრამ ყველაფერს საელჩოსაც ვერ დავაბრალებთ იმიტომ რომ როგორ შეიძლება შობელმა გაუშვა 16 წლის შვილი საზღვარგარეთ სამუშაოდ ხო არის ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი კი პირადად ბევრი შემხვედრია მეც და აი ყველაფერს მოდით ნუ დავაბრალებთ საელჩოს თუმცა კარგი იქნება საელჩო გამოფხიზდეს სხვა კუთხით და მართლა გაჭირვებულ ადამიანებს და იმ ადამიანებს ვინც ციხეში არიან უსაბუთოდ თქვენ წარმოგიდგენიათ ეხა ქურდობაზე რომ მოიყვანენ პატიმარს ქართველი იქნება თუ სხვა რა მნიშვნელობა ქართველების იყვნენ და 7 დღეში და 1 კვირაში ან თავისუფლებენ და მე უსაბუთო რომ 3 თვე ვიქნები იქ ეს ძალიან საშინელი მომენტია მით უმეტეს როცა არავინ არ აკავს აქ როდესაც დაბრუნდით თუ იშოვეთ სამსახური აქ როდესაც დავბრუნდი სიმართლე გითხრათ არ მინანია, ნუ იძულებით დავბრუნდი, მაგრამ არ მინანია, იმიტომ რომ ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ვიშრომე და მაინც დღესდღეობით მაქვს ჩემი რაღაც, რითაც შემშულებს ყვებავ და უკმაყოფილო არ ვარ. მე მაინც მოუწოდებ იმ ადამიანებს, ვისაც შესწევთ ის ძალა, რომ იქ იმუშაონ ოდიში და ვირებივით, აქაც შეიძლება რაღაც მოიძებნოს. ვინც ეძებს ის პოულობსო და მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა დღესდღეობით არის. ძალიან ბევრი რაღაცები არის. გასაგებია. პირადად შემხვედრია, რომ ანუ სამსახური ყოფილა და ვერ უპოვიათ მაგალითად. კიდევ ჩართვა გველოდება ჩვენ ამერიკიდან. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა სოფო. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ქალბატონ თამარს გადაუხადო, რომ ამ თემას შეეხო და ესე გულთან მიიტანა და ყველაფერი თითქმის გააშუქა ჩვენი ემიგრანტების. მადლობა, კარგად გონდება. დაგემშვიდობებით, ეს იყო სოფო ბასილაშვილი და კიდევ ერთი ჩართვა. კიდევ ერთი ემიგრანტი ამერიკიდან ლიანა არჩაია.
პროფესიით მსახიობი ლიან არჩაია, რომელიც უკვე მე როგორც ვიცი 20 წელია თუ შეიძლება უფრო მეტიც იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქალბატონო ლიანა, თქვენ ბრავალშვილიანი დედა ხართ. თქვენი შვილები გაიზარდნენ, დაოჯახდნენ კიდეც და თქვენ ფაქტობრივად ტელეფონითა და სკაიპის მეშვეობით იცნობთ უკვე თქვენს შემომატებულ ოჯახის წევრებს. რა ხდება? რატო ვერ მოახერხეთ აქამდე, თუნდაც რომ გენახათ თქვენი შვილები, არაფერს ვამბობ ჩამოსვლაზე. გამარჯობათ გიორგი, პირველ რიგში უღმეს მადლობა მინდა მოუხადო თქვენს ტელევიზიას, რომ დაინტერესდით ემიგრაციული საკითხებით, ემიგრანტების საკითხებით და თითოეული ემიგრანტის უკან თითოეული მტკივნეული ისტორია დგას. დიახაც მე დიდი ხნის უკან დავტოვე საქართველოს, ყავდა 4 შვილი და მათი კეთილდღეობისათვის, რომ მათ მიიღოთ შესაძლებელი განათლება ყოფილიყნენ საზოგადოების ღირსეული წევრები, მომიწია შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა. რაც შეეხება უკან დაბრუნებას, გიორგი, არც თუ ისე ადვილი თემაა, ალბათ თემა, რომელიც ძალიან რთულია თითოეული ემიგრანტისთვის. როდესაც დგება საკითხი და სამკითხვა შენ თავს, როდემდე დროა უკვე რომ დაბრუნდე საქართველოში, მეორე კითხვაც ჩდება, რაც გააკეთებ შენ უკან დაბრუნებული საქართველოში, რომელიც წლების განმავლობაში შრომობ და ამ შრომის ანაზღაურებას შესაფერის იღებ და ამით არა მარტო შენ ოჯახს პატრონობ, უკეთებ ყველაფერს, არამედ შეძლებისდაგვარად სხვებსაც ეხმარები. ამერიკაში არც თუ ისე იოლისრით. ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორი აქვს თუ არა ისეთი პრობლემები, თუ არ ვიცი, თუ ისმენდით ახლა გადაცემაში, მაგალითად საბერძნეთიდან ემიგრანტებმა გვითხეს, საელჩოსთან აქვთ, თქვათ, არა აქვთ კომუნიკაცია, არ აქცევენ მათ ყურადღებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში რა მხრივ არის, ანუ ამ მხრივ თუ არის რაიმე პრობლემა? მე მგონი ჩვენთან შედარებით დღესდღეობით უფრო გამოსწორებულია მდგომარეობა. მე მინდა აღნიშნო, ალბათ ძალიან რთული თემაა. ეს თემა სასაუბროდაც, სათქმელადაც, მაგრამ როდესაც ხდება ის, რომ ემიგრანტი გადადის საქართველოში, ალბათ ზეციურში, გულისხმობ საქართველოს საელჩო აბსოლუტურად იღებს ყველა ხარჯებს გადასვენებასთან დაკავშირებით. რაც მანამდე არ იყო. თუმცა არსებობს ერთი მაგრამ, რაც ეს უკვე ჩვენი ემიგრანტების თხოვნა იყო, მე რამდენიმე სამქონდა საუბარი. ძალიან რთულად ხდება, მაინც ვატყდებით ბიუროკრატიულ საკითხებს, ეს გახლავთ, რაც შეეხება პასპორტის აღებას, სხვადასხვა საკითხები, თითქმის შეუძლებელია საელჩოსთან დაკავშირება. არ არსებობს ცხელი ხაზი. ძალიან რთულად ყველას ხომ არა აქვს კომპიუტერი და ყველა ვერ ფლობს კომპიუტერს, იმიტომ რომ გავიდა წლები, არიან ასაკოვანი ქალბატონები, რომლებსაც არ შეუძლიათ კომპიუტერით კომუნიკაცია. მათ არ შეუძლიათ გააკეთონ მთელი რიგი ოპერაციები კომპიუტერით, ამიტომ ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალება გახლავთ ტელეფონი. ცხელი ხაზი და ამერიკის სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა ნიუ-იორკში არ ცხოვრობს, გიორგი, ბევრი შტატებშია წასული. ხომ სხვადასხვა შტატებში მუშაობენ, კი. და მათ არ აქვთ წვდომა საელჩოებთან, გასაგებია. არ აქვთ წვდომა საელჩოებთან გამომდინარე. ქალბატონო ლია, თქვენ ცხელი ხაზი. გააქვთ გადაწყვეტილი, როდის შეიძლება დაბრუნდეთ საკუთარ სამშობლოში, თუ ჯერ კიდევ ამაზე პასუხი არ გაქვთ? 20 წლის შემდეგ გააქვთ პასუხი უკვე მაქვს დაახლოებით ამაზე, ალბათ 2 წელიწადი და მაქსიმალურად ვცდილობ უკვე რომ დავბრუნდე საქართველოში, იმიტომ რომ ჩემი ფესვები მანდაა და მე ძალიან მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომელიც დღეს ჩემი ხელისუფლებაა. მას არ აქვს მნიშვნელობა მე ის მომწონს, არ მომწონს, ვეგუები მათ პოლიტიკას თუ არ ვეგუები, ძალიან ვთხოვ მას, მიმართავ თითოეულ მათგანს, მიმართავ ქართულ ხალხს. გახდით ამომრჩევლები და გახდებით ფანატები. ხელისუფლებას ვთხოვ, იფიქრო ხალხზე, რომ მიეცეთ მათ იმედი საქართველოში დაბრუნების. თორემ ყველა ლოგიკურად და რეალურად ვაზროვნებთ, რომ 20 წელი რო გავიდა, მე უკვე სკოლაში თვითონ მიაღარ შევალ, გიორგი, მასწავლებლად. იმიტომ რომ გავიდა წლები, ბევრი სიახლეები მოხდა, ბევრი ცვლილებები, მაგრამ ელემენტარულად, როდესაც მე შრომასა ვარ მიჩვეული და ჩამოვდივარ არც თუ ხნიერ ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელი გავიდა, მე მინდა რომ დავიხარჯო
ეს არის ალბათ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენელი გვეყოლება თქვენ შემდეგ პირდაპირ ეთერში ის უკვე გველოდება. მე მადლობას მოგახსენებთ რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, გისურვებთ მალე დაბრუნება საკუთარ ქვეყანაში, ისე როგორც ყველა ემიგრანტს. გიორგი და მადლობა თქვენ რომ თქვენმა ტელევიზიამ დრო დაუთმო ამ საკითხს. დაგემშვიდობებით, ეს იყო ლიანა არჩაია ამერიკიდან, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. რა პასუხს გასცემს ბატონი ირაკლი იმ ემიგრანტებს, რომლებიც კონკრეტული პრობლემების შესახებ საუბრობდნენ ჩვენს ეთერში. მოგესალმებით. რა სიტყვით თქვენ ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე, თუ იცნობთ ამ პრობლემებს, თქვენ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხართ და თუ უსმენდით ახლა გადაცემის მანძილზე. ისინი ამბობენ, რომ საელჩოებთან კონტაქტი არ აქვთ, ან მათ არ აქცევენ ყურადღებას, როდესაც პრობლემებია. მოგესალმებით. გიორგი, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს, კი მე ვადევნებდი თვალყურს თქვენს გადაცემას. მე ეს პრობლემები ვიცი, რომ არსებობს, ეს არ არის დღევანდელი პრობლემა, ეს არის წლების მანძილზე ასეთი პრობლემები არსებობს ემიგრანტების კუთხით. რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომ უფრო ძლიერი იყოს კონტროლი და მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს რომ მეტი კონტროლი იყოს, რათა დავიცვათ ჩვენი თანამემამულეების უფლებები საზღვარგარეთ. რამოდენიმე ხნის წინ შეიქმნა საკონსულტაციო, სამეცნიერო საკონსულტაციო ჯგუფი პარლამენტში და ჩვენ ძალიან აქტიურად განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც შეიძლება საკანონმდებლო დონეზე შეიცვალოს და მაქსიმალურად გაუუნჯობესოს ის პირობები და ის ვითარება, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი თანამემამულეების ინტერესები საზღვარგარეთ, მაგრამ ეხლა რო ვთქვათ, რომ საერთოდ არც ერთი საელჩო არაფერს არ აკეთებს, ეს ძალიან არასწორი იქნება. მე პირადად მახსოვს, მამაჩემი იყო საქართველოს გენერალური კონსული რუსეთის ფედერაციაში წლების მანძილზე და ჩემ თვალწინ ათეულობით ადამიანი მოდიოდა პრობლემებით. მოგეხსენებათ, რამხელა კონტინგენტია და სეგმენტია ქართველების ჩვენი თანამემამულეების რუსეთში და თითოეულის პრობლემას აი როგორც არ ვიცი, აი როგორც ოჯახის წევრი, აი ესე ვიღებდით და დახმარების და პასუხის გარეშე არც ერთი არ მიდიოდა. არსებობს გარკვეული ცალკეული პრობლემები. თქვენ ყავდათ კიდევაც დღეს ეთერში ერთ-ერთი ემიგრანტი, რომელმაც შეგისწორათ და გითხრათ, არა მარტო მე, არამედ სხვებსაც ეხმარება საელჩო. ამიტომ ძალიან რთულია და არ არის ბატონო ირაკლი, მანამდე სხვა რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ მათ არა აქვთ სამწუხაროდ არ უგვარებენ პრობლემებს, ის რომ ციხეებში არ მიდიან, ალბათ ამასაც მოისმენთ. კი არ შემისწორა, მან თავისი მოსაზრება მითხრა და ის რაც ხედავს მის ირგვლივ, ის მითხრა. მე რა თქმა უნდა უბრალოდ რისი თქმა მინდა გიორგი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ელჩთან დაკავშირებით, ბატონო ირაკლი, დავასრულებ. ელჩთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრეტენზიებია, რომ მაგალითად სოსო ნანობაშვილის მისამართით კონკრეტულად თქვენ აი სწორედ ამას ისმენდით ახლა. თქვენ თუ იცით ამის შესახებ, ჩვენი ჟურნალისტი თამარ ურუშაძე, რომელმაც ეს ფილმი მოამზადა, პირადად შეხვდა კიდეც ელჩს, რომელმაც ასევე განაცხადა და ესეც იყო ჩვენს გადაცემაში, რომ თითქოს ემიგრანტების ბრალია ის, რომ არ არის რაღაც კომუნიკაცია მათთან. თითქოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მოიხსენია, მან თითქოს ყველას მიმართ რაღაც კონკრეტული ბრალდებები ქონდა, რომ ის რომ ვერ გვარდება რაღაც პრობლემები და არ არის კომუნიკაცია, კადრები არ ყავთ მათ და ამას არ უგვარებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. თქვენ თუ იცით ამ პრობლემის შესახებ? მე ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსში არ ვარ, უბრალოდ ამ კონკრეტული შემთხვევას გულისხმობ, მაგრამ მე რისი თქმა მინდოდა, გიორგი, მე მინდა ვთქვა, რომ არ შეიძლება საერთოდ ზოგადად მთელი ყველა საელჩოები, ყველა ელჩები, საერთოდ მთელი ეს მიმართულება მოხარშოს. ყველა ერთზე და ყველა საელჩოზე არა, კონკრეტულზე ვსაუბრობთ ჩვენ ამ შემთხვევაში. დიახ, არსებობს ცალკეული პრობლემები, არსებობს ცალკეული პრობლემები. მე კონკრეტულ შემთხვევაში საქმის კურსში არ ვარ სამწუხაროდ. თქვენ რაზეც საუბრობთ, მაგრამ რა თქმა უნდა, იმედია დაინტერესებით ამ საკითხზე, რომ აუცილებლად დაინტერესებით, არა მარტო ამ საკითხით. სამწუხაროდ გადაცემაში ვერ მონაწილეობს დღეს ის.
არა მარტო ამ საკითხით, კიდე სხვა საკითხებითაც დავინტერესდები, რაც დღეს გადაცემაში იყო, მე მოვინიშნე რამოდენიმე ამბავი და აუცილებლად დავინტერესდები. რაც შეეხება ზოგადად ჩვენს დიასპორას და ემიგრანტების პრობლემას, ეს პრობლემები ცნობილია, გიორგი, რა სიტუაციაშიც არიან და რავი, ძალიან მძიმე სიტუაცია. მეც მსმენი არაერთი ფილმი გადაღებულ, არა მარტო რამოდენიმე წლის წინ ძალიან ესეთი მძიმე სურათი ვნახე, როგორც მახსოვს ამერიკაში წასული ქალბატონები და საბერძნეთშიც და სხვა ქვეყნებშიც და მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათ ძალიან კარგად იციან რა ნაბიჯს გავენ, რა ვითარებაში არალეგალურად გადასვლები და რა პირობებში გადადიან და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვისურვებ ეს იძულებითი გადაწყვეტილება ალბათ ამაში ორი აზრიც არ არსებობს, რომ მათ ფშიერი ოჯახები საქართველოს ვითარდება, გიორგი, საქართველოს ვითარდება. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენი თანამემამულეები აქტიურად დაიწყებენ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი სკეპტიკურად არის დამოკიდებული და ძალიან ესეთი ხედვა აქვს, რომ არაფერი არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად ვითარდება ჩვენი ქვეყანა და მე ვისურვებდი, რომ ასევე დიასპორას რაც შეეხება მიუძღვნათ ერთი გადაცემა დიასპორას, იმიტომ რომ მე ნამდვილად მეგონა, რომ დიასპორაზე ვისაუბრებდით, მათ ინტელექტუალურ პოტენციალზე, მათ ფინანსურ პოტენციალზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი დიასპორაა საქართველოს საზღვარგარეთ, დიდი დიასპორა აქვს და ამას ძალიან მნიშვნელოვნად უნდა მივხედოთ, რაზეც ბოლო თვეების მანძილზე აქტიურად მიდის კომიტეტში ამაზე მუშაობა და თუნდაც ის საკონსულტაციო სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც შეიქმნა და ძალიან საინტერესო პიროვნებებისგან დაკომპლექტდა, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ, რათა საკანონმდებლო დონეზე ჩვენ შევძლოთ და ისეთი კანონები მივიღოთ, რომელიც გაუადვილებს ჩვენს ემიგრანტებს, თუნდაც დოკუმენტების მიღებას, თუნდაც იგივე ცხელხაზები და საუბარი გავაგრძელო, არის ესეთი პროექტი. ბატონო ირაკლი, თქვენ პირადად მე რამდენადაც ვიცი, რომელიც დაეხმარება კინორეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი ხართ, რამდენადაც ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ თამარ ურუშაძის ფილმს თუ კი არ გაქვთ, თქვათ იგივე კომიტეტში ნანახი, ალბათ ნახავთ, რადგანაც სწორედ ამ ფილმში არის ძალიან ბევრი პრობლემაზე საუბარი, რომელსაც თვითონ ყვებიან ეს ადამიანები და ალბათ შესაბამისად პრობლემები არის, მე გიდასტურებთ, გიორგი. ანუ ეს ფილმი იქნება ერთგვარი მედიატორი, ასე ვთქვათ, რომ შესაბამისი ზომები მიიღოთ თუნდაც კომიტეტიდან და ხელისუფლებამ. აუცილებლად ვნახავ ამ ფილმს, აუცილებლად. მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, ეს იყო ირაკლი მეზურნიშვილი ქართული ოცნებიდან. თამარ, მოდი შევაჯამოთ გადაცემა და დავასრულოთ. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ არ გქონდა იმის საშუალება, რომ ელჟს გავსაუბრებოდით პირდაპირ ეთერში. მოდი დავიტოვოთ ალბათ ის, რომ წინ კიდევ ყველაფერია და ჩვენ კვალდაკვალ მიყვებით ამ საკითხს და ასე ვთქვათ, კიდევ ხომ არაპირებ, რომ შექმნა მსგავსი ფილმი. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთადერთი ფილმი, რომელიც ტელეკომპანია იბერიას ეთერში მოხდა. ჯერჯერობით კონკრეტული გეგმების შესახებ მე საღიათ ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ დამუშავების პროცესშია, თუმცა ჩვენ აუცილებლად ვიყვებით და ახალ ამბებშიც, ჩვენ საინფორმაციო გამოშვებებშიც ყოველთვის გავაშუქებთ ემიგრანტების პრობლემას, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ის სატკივარი, რომელიც მოსახლეობას აქვს. აქვე მინდა ვთქვა, რომ არაოფიციალური მონაცემებით 200,000 ემიგრანტი ცხოვრობს მხოლოდ საბერძნეთში. ეს ნიშნავს იმას და ჩვენი ფილმის გმირებით საუბრობდა ბატონ გიორგი ოկრიბალაშვილი, რომ გამოვითვალოთ დაახლოებით 200,000-ზე მეტ ოჯახს არჩენს მხოლოდ საბერძნეთის ემიგრაცია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენი არიან ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ალბათ ახლა პირდაპირ ეთერშიც გვიყურებენ. მადლობა მინდა უთხრა ყველა ემიგრანტს, ვინც მიიღო გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა შენ. ეს იყო პრიორიტეტი გიორგი გასვიანთან ერთად, პრიორიტეტი ხვალ მაკარ აზმაძესთან ერთად 8 საათზე დაგიბრუნდებათ ნახვამდის.